დილამშვიდობისა ჩემო კარგებო, მოგესალმებით, მიხარია თქვენი დანახვა, თქვენთან ჭუკჭუკი, ძალიან კარგია რომ დაუბრუნდით თქვენს და მეც. გათენდა და მანქანა რომლითაც ახლა მოძრაობთ, 1-2 დღე დაშლილი უნდა იყოსო. ამიტომ მოვითაოთო სანამ დავშლითო ყველაფერი, რაც გასაკეთებელი გვაქვს და რა გვინდა ახლა ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხარ, რის გაკეთებასაც ახლა ვაპირებ, მე შეიძლება ფეხით და თუნდაც ტაქსით, მაგრამ მაინც მოვიგონე, აბა დედასთან წავიდეთ მეთქი. მოვინახულოთ, თქო რაღაცები მაქვს წასაღები, მზიზია ის უყიდე, ზედა უყიდე, მაგას რო უყარს ისეთი ფრინავი სახელოთი. და ყველი მაქვს საყიდელი იქით, აგარის ცენტრში. ასე რომ უცებ მოვიმზადე წამალი, რომელიც უნდა მივიღო, რო არ დამავიწყდეს, ხანდახან მავიწყდება ხოლმე და ხანდახან მავიწყდება, ორი ხო არ დავლიე, თქო ვფიქრობ და ვარ ერთი მაშინ გაწამაწე. მაგრამ არავე იქ ისეთი მიზერული დოზაა, რომ ეს არაფერს არ გიზავსო, ორიც რომ მიიღო შემთხვევითო, მაგრამ ჯობია რომ არ მიიღო ორი და არ გამოტოვო. ასე რომ აგერ მაქვს მომზადებული. უნდა გაცინოთ. ორი ცალი პატარა ჩებურეკი შევიწვი და ეს შევიწვი არ არის. აი თქვენ რომ დამცინით, მე რომ ვიტყვი ხოლმე დაიბრაცა, კი არ დაიბრაცა, დაიშაშხა. და ეს გავაკეთე სოუსი, რომ ჩავაწო. როგორ გვაკეთებ ახლა ამ სოუსს, იმიტომ გაჩვენეთ რომ გითხრათ, რომ ძალიან გემრიელი გამოდის. ცოტა ოჯახის ტომატს ვასხავ, რომელსაც სუნელები არ აქვს და წვალილები, მარტო მარილი აქვს ტომატი, არაჟანი და ვამატებ აი იქ რო ვიყიდე, გორში რო ვიყიდე, ნაშარაპი. არ ქვია ეგ ნაშარაპი, მგონი სხვა რაღაცაა, მოკლედ ბროწეულის ესეთი სოუსია, სქელი ტკბილმწარე. ვამატებ პიმპილს, მარილს, ქინძს და ესეთი გამოდის ხოშიანი, აი ხავსას თუ ჩააჭრი შიგნით, გატასარევია, ეს შიგნით რო ჩააწო და რაღაცას რომ მოასხა ხორციანს, გამოდის ხოშიანი. და სანამ ეს ყველაფერი შეგრილდება, ძიზია შენაძენები მაქვს თავის მოვლის და სახის მოვლის საშუალებები, რომელსაც მე ეს ყველას გაჩვენებთ. და იმიტომ რომ მე თქვენი აზრი მაინტერესებს, მაგ საკითხზე. ეს არის ზირაია კი არა, ზიაიას პოლონური დღის კრემი, რომელსაც აქვს დაბალი, მაგრამ მაინც SPF-ი 20 საშუალო. 50 მილიგრამია და არის ძალიან სასიამოვნო. თვითონ ტექსტურაა ძალიან სასიამოვნო. დავიტენიანე და ეხა წავისვამ და რადგან დედიკოსთან მივდივართ, ეზოშიც გავალ და ღრუბლიანია, მაგრამ მაინც ისეთი. მიუხედავად იმისა, რომ დ-ვიტამინის ნაკლებობა გაქვსო და მზე შენთვის კარგიაო, ეგ იმას არ ნიშნავსო, რომ მზეზე უნდა დაიშაშყო და SPF-ი არ იხმარო, იხმარებ ჩვეულებრივად, თქო აი ამ ადგილას არ წაისო, ჭიყვის გამო. ყურებსაც გადაისვი ხოლმეო, ყურებმა რა დააშავაო, ასე, ხო და რაც დაგრჩებაო, აუცილებლად აი ამაზე წაისვიო, რომ ხელებიც იყოს დაცულიო. მაისური კი ჩავიცი, მოკლე სახელოებიანი, გავიხსენოთ, რომ კინომცოდნე ვარ, Paramount Pictures. მაგრამ ქურთუკი უნდა ჩავიცვა ზემოდან, ჯინსის. ზირაია არ არის ძვირიანი პროდუქტი, თუმცა მე ფასით არ ვარჩევ კარგს და ცუდს, ნამდვილად. იმიტომ რომ დაბალფასიანიც და საშუალოფასიანიც არის ძალიან კარგი და მაღალფასიანიც შეიძლება იყოს საზრდოობა. ან უბრალოდ კარგი იყოს, მაგრამ შემადგენლობა კარგი იყოს, მაგრამ შენ არ გერგებოდეს. რაც შეეხება SPF-ები, მე ყოველთვის მწვავს თვალებს, ყოველთვის კი არა ხშირად, ანუ ალერგიას მაძლევს რაღაც, აი პირში სიმწარის შეგრძნება მაქვს, ტუშზე და პირზე რომცა მივიკარო, აი რო ლაპარაკობ, ეს ანაორთქლი პირს მწვავს. გეგონება რაღაცა მწარე შევჭამე, მწყლარდი. და კონკრეტულად ეს SPF-ი შაშა მქონდა ინტერაპოტეკის და ძალიან კმაყოფილი ვიყავი და რაო ჩემო პატარა, ბუბუც მოდის ჩემთან ერთად და უხარია. ეს და კმაყოფილი ვიყავი ინტერაპოტეკით. ეს ზიაია მე მიყვარს რატომ იცით? ბიუჯეტურობის და მიუხედავად
ვიცი ამ კომპანიის შექმნის ისტორია. ეს კომპანია შექმნეს არა ბიზნესმენებმა, არამედ შექმნეს ფარმაცევტებმა. პოლონური კომპანიაა, მოკლედ, ჩემი მეუღლე ამ იმაში ნამყოფია ამ კომპანიაში. საწარმოში თვითონ და მოკლედ შიდა სამზარეულოში ვიცით რომ კარგია. ახლა გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ თქვენ თვალწინ ვიღებ აქვს. ხომ მივიღე? არის თუ არა ეს ბილეთი? მე ვიცი რომ ბოთლიდან წყლის დალევა არ არის დიდად კულტურული რამე, მაგრამ ვერ ვითვლი რამდენი მაქვს მიღებული წყალი, ამიტომ ცოტა კუდუნებ ჩემო პატარა. ბუბუში, ბებოშთან მივდივართ, ბუბუ? ბებოშთან მივდივართ? ბებოშთან უნდა წავიდეთ, ხო? წავიდეთ ბებოშთან, წავიდეთ. ბუბუმ უკვე მიირთვა საჭმელი. მიზერული თავისი ცოტა საჭმელი, ბევრი არ შეიძლება, ბევრზე გულიერება. და მზად ვარ წასასვლელად, თავარია ახლა მეც მივირთვა. ჩემო კარგებო, ცოტა ხანი გავთიშავ. ეკრანზე ახლა ბოთლიდან შეიძლება წყალი დავლიო, მაგრამ ეკრანზე რაღაცა ჭამასმა მე მერიდება, სხვას არ ვაკრიტიკებ ბატონო. აბა, ჩაგერ. ბოსტანში ვართ, ნახეთ რა მწვანე და ულამაზესია ყველაფერი ხალხო. ნახეთ, ატამი რა დღეშია, ატმები. უფ, მზე. ბუბუ დარბის. ეზოს პისოს გაეკიდა და გააგდო. ახლა მივდივარ. დედა რა თეთრია იქით. დედა რა სილამაზეა. მივდივართ. ეზოს ბოლოში უნდა მოვკრიფოთ მჟაუნა. ნახეთ რა სიმეტრიული კვლები აქვს, მამაჩემს გამოყვანილი აქვს. ხახვი, მწვანე ხახვი ბევრი გვექნება. აქაც ყოფილა, არ ვიცი ატამი, არ ვიცი ჭერამი, რაც არის და აი ჩვენი მჟაუნა გადასაკრეფია ნამდვილად. ბუბუსი რას აკეთებ სიხარულო? აი ჩემო კარგებო ჯონჯოლი. აი ესეთია ჯერ ყვავილი, ჯერ ძალიან პატარაა მოსაკრეფად. აი. რა თქმა უნდა ეს კოკრები და პატარები ჯობია უფრო ნაზი და გემრიელია ხოლმე, მაგრამ ასეთი პატარაც არ უნდა იყოს, თორე გამოვა ერთი ციცქნა ისედაც უბარაკოა. ცოტა უნდა გაიშალოს. აქედან რო ჩავსხდებით მანქანაში, გავივლით ჩვენი ქუჩის ბოლოში ჩვენ მეგობართან. უნდა ვნახოთ იმის ჯონჯოლი რა მდგომარეობაშია, იმიტომ რომ იმასთან სულ სხვა დროს არის ხოლმე მოსაკრეფი. აი ახლა რო გადმოვდიოდით ეგრეთ წოდებულ პერეზზე, რკინიგზის გადმოსასვლელზე, იქვე ოჯახი ცხოვრობს და ერთი ჯონჯოლი აქვს, პირდაპირ ქუჩაშია გადმოფენილი და ის გადაბერებულიც არის არათუ მოსაკრეფი. ასე რომ ყველგანს ყველა ხედა, ყველა მხარეს სხვადასხვანაირ დროს ყვავის და სხვადასხვანაირ დროს არის მოსაკრეფი. რაღაცა ცდომილება 10 დღე, 1 კვირა, მაგრამ ხა თუ გადაბერდა იმ ერთ კვირაში, რა გინდა? მოვკრიფავ ახლა მჟაუნას და მე მგონი იმას მაისურში ვიქნები, გავიხდი ამ ქურთუქს, არ დამცხეს. თუმცა ხუჩაბათი პარასკევი ღამე გვიჩვენებს -1 და ძალიან მეშინია აი ამ ულამაზე საყვავებულ ყველაფერს არ მასაქნას მოუსპოს სიცოცხლე. აი. აჰა. შეხედეთ, აი ამ ყვავილს შეხედეთ და როგორ შეიძლება აი ამ ყველაფერს უყურო და ღმერთის არ აგწამდეს. საოცრება. ფუტკარი. დავრუნდით შინ.
როგორც ნახეთ, ვიყავით მეგობართან, ჩემ მეგობართან და ვნახეთ ჯონჯოლი. ცოტა უნდა იჩქაროს, ცოტა რო გეგმავდა, უფრო ადრე უნდა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენთან შედარებით ადრე იქნება მოსაკრეფი ნამდვილად. გავიარე გზად, შევიძინე პურის ფქვილი, ჭადის ფქვილი, ყველი და აი როგორც ხაშურელები ამბობენ, ხამქალა რო ვარ, ხამქალა. ვიყიდე ჭიქები, გეგონება ჭიქები არა მაქვს. აი თქვენ მაინც ხო იცით რამდენი ჭიქა მაქვს, მაგრამ ისეთი ის იყო, რა ქვია, ერთად ცხოვრობ ძველ ფერმაში, რომ აი გადავირიე და ვერ მავითმინე და სამი ცალი შავიძინე. ბუბუ, მოგჭონს? კაკია? ესე იგი, ჩვეულებრივი თეთრი ჭიქებია, კერამიკული და ესეთი შავი კონტურული ნახატი აქვს. ქათამი, დედალი, რომელსაც კვერცხების ძვრება ერთი ადგილიდან, აჩუ, აგერ ფასიცაა 2.75, აჩუ პირში ყვავილით, მე მომართვა ეს ყვავილი. და თივაკ პირში გაჭრილი ძროხას, ნახეთ რა სასაცილოა, რა საყვარელი ცური აქვს. აი გავგიჟდი. სხვა ნახატით არ იყო. და აი ეს შევიცინე, სამივე. ტასიკო, ფიზკულ სალუტ. ტასიკო ნელა, მაგრამ ესე სტაბილურად, მატებით, დროის და სიჩქარის მატებით, იმაშვება რა ქვია, სტუმრობს ჩვენ სარბენ ბილიქს. საღამოვდება ჩემო კარგებო, უკვე ცოტას დავისვენებ, იმიტომ რომ ბევრი ვიქოთქოთე ბუბუსთან ერთად რომ მივდივარ ვიღლები ხოლმე. იქმიდი, ბუბუ გადაიყვანე, ბუბუ არ გაიქცეს, ბუბუს მოსწურდა, ბუბუს სწავლის დალევის დროა, არიქა სახლში წავიდეთ და მოკლედ ბუბუსთან ერთად ვიღლები, ესე რომ ვთქვათ, ფორი აქით. დავაბინავებ ახლა რაც შევიძინე, გავცრი, ჩავყრი, ამ ჭიქებს გავრეცხავ და მოდით ერთად როგორც ეძახიან, დავათროთ პასკის სუნელები, ქიშმიშები და ცუკატები ალკოჰოლში. როგორ აკეთებთ თქვენ მომწერეთ, აბა მე გაჩვენებთ მე როგორ ვამზადებ. ქიშმიში კარგად, ძალიან კარგად გავრეცხე, გავარჩიე და გავრეცხე. არ მიყვარს წიფწები რო შემხვდება ხოლმე. შეხედეთ მაინც დარჩენილა. რა ვქნათ, რა უყო? ცხელ წყალში გავრეცხე კარგად, ხელით ამოვწურე, არ გავაშრე ხელსახოთზე, იმიტომ რომ მაინც სითხეში უნდა ვამყოფო, ალკოჰოლი უნდა დავასხა. აი ასე დავანაწევრებ ხოლმე დანით. მე ჩემი პირადი მოსაზრება ასეთი, რომ უფრო არომატულია ქიშმიში, როცა ის არის აი ესე დაკეპილი ვით. თითეული ასე თუ ისე ორად მაინც ხო იჭრება, არა? არ ვიცი რამდენად მეყოფა ახლა ეს მე. თუ არ მეყოფა კიდევ დავალბობ. ვნახოთ აბა, რამდენი იქნება საჭირო. ერთი თვითი ადრე ალბობენ ხოლმე, ერთი კვირით ადრე ალბობენ ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეც სავსებით საკმარისია. არ უნდა ამდენი. ჩემი აზრი ასეთია, მე თავს არ გახვევთ, უბრალოდ გეუბნებით მე როგორ ვაკეთებ. აი ასე დავკეპე. შუშაში ჯობია რა თქმა უნდა, შუშის კონტეინერი კარგად რომ ეხურებოდეს თავზე, იმიტომ რომ არ ამოიქაროს ალკოჰოლი და ის არომატები, რომელიც უნდა დავამატო. ასე ჩემო კარგებო, ვაკეთოთ შემდეგი. ცოტა ესე გავასწოროთ. ერთი კარგი პორტოხალი მაქვს, აი ამის ცედრას მოვხსნი, მხოლოდ მუქ ყვითელს, შიგნით რომ მოთეთრო ყვითელია, ის არ გვჭირდება, ის სიმწარეს მისცემს. ასევე ლიმონის ცედრა მაქვს მაცივარში გაყინული. ერთი ჩაის კოვზი ესეც. ცოტა მეტი შეიძლება, რადგან ეს ცოცხალი არ არის და განაყინია. საერთოდ ყველაფერი თვალით შეგიძლიათ დაამატოთ, არ უნდა ეს პრანჭა. ესეთი გემრიელი პორტოხალია.
წვენი გამოვადინოთ. დაახლოებით 50 მილილიტრი გამოვიდა. დავასხათ. კოხტად. ცოტა ვანილი დავაყარე. ცოტა იყო იმ პაკეტში დარჩენილი. მოუხდება თორე არ აწყენს ნამდვილად. და აგერა მაქვს მე პასკის სუნელები. და რას ვაკეთებ ახლა მე? ცოტაოდენი ილი. აი 4 მარცვალი. მუსკატის კაკლის 1 ნატეხი ჩავაგდოთ. ჩავაგდოთ ანისის ყვავილი, ნახევარი მაქვს. ერთი დარიჩინის ჯოხი. ესეც მიხაკი. მიხაკიც 4-5 მარცვალი. და კარგი იქნება, ტრაგედია არ იქნება, მაგრამ კარგი იქნება გამოცხობის წინ, სანამ ქიშმიშს გამოვიყენებთ, აი ესენი ამოვკრიფოთ. და რაღა თქმა უნდა. აი ამ სუნელებს აუცილებლად დაფქულს ცომშიც ჩავამატებ. მაქვს არაჩვეულებრივი კონიაკი ნუშის არომატით, რომელიც ჩემმა აგარელმა მეზობელმა მოგვართვა. ეს ის მეზობელია, რომელმაც ცოტა ხნით იყიდა ჩვენს მეზობლად სახლი. იქით დედასთან და მამასთან. იქით ამხარეს რუსთაველზე. და უკვე გაყიდა და აი მის სახსოვრად დაგვრჩა. კარგი ადამიანი იყო. დაგვრჩა ეს კონიაკი. მამამ რაღაცა ღვინოები და თავისი გამოხდილი არყები მიართვა და იმან კიდე ეს ნატურალური კონიაკიაო, მაგრამ ძალიან კარგად არისო, ესე ვთქვათ, შესუნელებულიო და მთლიანად დაფარული არ არის, თუმცა სისველეშია. აი ასე. იზღა დაგვრჩენია ხო, ჩემო კარგებო, დავაფაროთ თავზე. შევდგათ მაცივარში. დავაფაროთ თავზე, შევდგათ მაცივარში და სულ აქ მოგროვილა პორტოხალი გადავანაწილო. და მაცივარში შეგვიძლია რომ გავაჩეროთ ძალიან დიდ ხანს, აი რამდენ ხანსაც დაგჭირდება რა. 1 თვე. შეიძლება უფრო მეტიც, იმიტომ რომ მაცივარშია და თანაც ალკოჰოლშია. აი ასე. ავადოთ. ასე, მივაბრძანოთ მაცივარში. ეს საქმეც მომთავრდა. დღევანდელი ჩემი ფათიფუთი ესე დამთავრდა, ჩემო კარგებო, ოდნავ აგრილდა, ჩავიცვი, გადავიცვი, თუმცა აივლის-კარი ღია მაქვს ისე. ერთადერთი ახლა ფქვილს გავცრი, საჭმელი სასმელი მზადავ და მოვიდა ჩემი დასვენების დროც. ასე რომ, თქვენც კარგ საღამოს, კარგ დასვენებას გისურვებთ, ჩემო კარგებო, შემეხმიანეთ, მე ყოველთვის მახარებს თქვენგან მოსული წერილები. მითხარით როგორ ათრობთ თქვენ ქიშმიშებს და ქიშმიშოვნებს და იქნება მეც გავითვალისწინო და ჯერ კიდე გვიანი არ არის ანიღამე მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად შევხვდებით ხვალ აბა კარგად კარგი დასვენება